საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ოფიციალური ვიზიტით თურქეთს ეწევა. ვიზიტის ფარგლებში მას და ქართულ დელეგაციას თურქეთის პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლებს. განხილული იქნება ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების მთელი რიგი აქტუალური საკითხები, მათ შორის თანამშრომლობა ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ვაჭრობის და ლოგისტიკის მიმართულებებით. მოგეხსენებათ, რომ თურქეთი არის სტრატეგიული მნიშვნელობის სახელმწიფო საქართველოსთვის და ასევე უმსხვილესი სავაჭრო ეკონომიკური პარტნიორი. და ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება საუბრების დროს იქნება ურთიერთობების გაღრმავება სავაჭრო ეკონომიკური კუთხით. საქართველო თურქეთთან ერთად ასევე არის ტრანსკასპიური ეკონომიკური დერეფნის, ეგრეთ წოდებული შუა დერეფნის ერთ-ერთი საკვანძო მიმართულება, ერთ-ერთი საკვანძო სახელმწიფო. და მნიშვნელოვანია, რომ ამ კონტექსტში, შუა დერეფნის კონტექსტში გავაძლიეროთ ჩვენი თანამშრომლობა თურქეთის რესპუბლიკასთან. სომხეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის ინფორმაციით, ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერი ირაკლი კობახიძეს ვაშინგტონში 8 აგვისტოს გამართული მოლაპარაკებების შედეგები გააცნო და მადლობა გადაუხადა შეთანხმებების საჯაროდ მისალმებისთვის. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ შესაძლოა უკრაინაში ომის დასრულების პერსპექტივა კვლავ გაურკვევლად დარჩეს. მისი თქმით, მოსალოდნელია ტერიტორიების გაცვლა, რაც უკრაინის საკეთილდღეოდ მოხდება, თუმცა შესაძლოა ორივე მხარისთვის არასასურველი შედეგებიც დადგეს. ტრამპმა აღნიშნა ისიც, რომ რუსეთმა უკრაინის დიდი ნაწილი დაიკავა და ამერიკა შეეცდება ამ ტერიტორიის ნაწილი უკრაინას დაუბრუნოს. ტერიტორიების გაცვლა, ეს ვიცი რუსეთთან, ყველასთან საუბრისგან გამომდინარე. მიწების გაცვლა უკრაინის საკეთილდღეოდ მოხდება. ასევე ზოგიერთი ცუდი რამ იქნება ორივესათვის. არის კარგით და ცუდით. ეს ძალიან რთულია, რადგან არსებობს ძალიან არაზუსტი ხაზები და იქნება გარკვეული ცვლილებები. ტერიტორიებში იქნება გარკვეული ცვლილებები. ასე რომ წავალ და ვნახავ სიტუაციას. შეიძლება წამოვიდე და ვთქვა, წარმატებები და ეს იქნება დასასრული. შეიძლება ვთქვა, რომ ეს არ მოგვარდება. არიან ისეთებიც, ვინც მიიჩნევს, რომ პუტინს მთელი უკრაინა სურდა. სხვათა შორის მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ. ფიქრობ, მე რომ არა, ის სხვა არავისთან ისაუბრებდა. უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პუტინი არ ემზადება ცეცხლის შეწყვეტისა და ომის დასრულებისთვის, არამედ ახალ შეტევით ოპერაციებს გეგმავს. მისი განცხადებით ამის შესახებ ინფორმაცია დაზვერვისა და სამხედრო სარდლობის ანგარიშებიდან მიიღო. არის სამხედრო მზადება. ის ნამდვილად არ ემზადება ცეცხლისა და ომის შეწყვეტისთვის. პუტინი მხოლოდ იმაზეა ორიენტირებული, რომ ამერიკასთან შეხვედრა პირად გამარჯვებად წარმოაჩინოს და გააგრძელოს მოქმედება ისე, როგორც ადრე. ზეწოლა მოახდინოს უკრაინაზე ისე, როგორც ადრე. არ არსებობს არც ერთი ნიშანი იმისა, რომ რუსებმა მიიღეს სიგნალი ომის შემდგომი სიტუაციისათვის მოსამზადებლად. ჯერ არა, პირიქით ისინი თავიანთ ჯარებს და ძალებს ისე გადაადგილებენ, რომ დაიწყონ ახალი შეტევითი ოპერაციები. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიარტომ სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ მიესალმება ტრამპისა და პუტინის შეხვედრას, რადგან ამერიკულ-რუსული შეთანხმება მშვიდობის დამყარების საუკეთესო შანსია. მისი თქმით, შეხვედრამდე არსებული პოლიტიკური გარემოებების შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერს დენის მარტუროვს ესაუბრა. დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში საზოგადოებრივი უსაფრთხოების საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და განაცხადა, რომ პოლიციას ახლა აქვს უფლება გააკეთოს, რაც საჭიროდ მიაჩნია. სახეში შეფურთხება. სახიდან 1 სანტიმეტრის მოშორებით დგანან და უყვირიან. შემდეგ სახეში შეფურთხებას იწყებენ. მე უთხარით, რომ თუ თქვენ შეგვაფურთხებთ, ჩვენ დაგარტყამთ. მათ შეუძლიათ ძალიან ძლიერად დარტყმა. ესპანეთში იუნესკოს ეროვნული პარკის მახლობლად 1000-მდე ადამიანი ევაკუირებულია მასშტაბური ტყის ხანძრის გამო. ხანძარი მაღალმა ტემპერატურამ და ძლიერმა ქარმა გამოიწვია, რის შედეგადაც რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაიწვა. 4 ოქტომბერს მოვდივარ არჩევნებზე, რომ გავიმარჯვო და მშვიდობიანად დავამხო ივანიშვილის რეჟიმი, დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი. ამ შინაარსის განცხადებას ავრცელებს ლევან ხაბეიშვილი და არაძალადობრივი რევოლუცია ფილიპინებიდან პოლონეთამდე ყოველთვის დაფუძნებული იყო საზოგადოების კონსოლიდაციაზე. ჩვენი ამოცანა, როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, როგორც ივანიშვილის მთავარი პოლიტიკური ოპონენტის, როგორც პარტიის, რომელმაც 2003 წელს მშვიდობიანი რევოლუციის გზით ერთხელ უკვე დაამხო ავტორიტარული რეჟიმი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით და ქვეყანაში მოიტანა ყველაზე
დიდი საკეთილდღეო ცვლილებები ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ამოცანა, საზოგადოების გაერთიანება, იმ ფრაგმენტაციის აღმოფხრა, რომლითაც ხეირობს ივანიშვილი და რომელსაც ის მუდმივად თესავს საზოგადოებაში, ისევე როგორც პოლიტიკურ სპექტრში. ბოიკოტში მყოფი პარტიები და მათ შორის ხაბეიშვილი, რომელიც აი ამ რაღაც სოციალურ გამოკვლევას გამოკითხვას აქვეყნებს და კითხულობს, ვინ რას იზავს. მას მე აი 4 ოქტომბერი რო გათენდება, გაივლის ეს დღე, ჩატარდება არჩევნები, მოსახლეობა წავა არჩევნებზე, თავის პოლიტიკურ პოზიციას დააფიქსირებს რეგიონებში, მუნიციპალიტეტებში, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, რომ უმძიმესი მდგომარეობა დედაქალაქში არა, ყველა რეგიონში უმძიმესი მდგომარეობა სოციალურ-ეკონომიკურ სიდუხჭირეშია და ამ ხალხს სჭირდება რაღაც ახალი მოქალაქეზე მორგებული და განვითარება. და ეს პროცესი აუცილებლად ესე წარიმართება და ლევან ხაბეიშვილი და მისნაირები ის სხვა პარტიები, რომლებიც ბოიკოტში იმყოფებიან და ოპოზიციის ოპოზიციაში არიან. დღის ბოლოს ის 4 ოქტომბერი რო დაღამდება. რასაკეთებენ? სერიოზულად როგორ შეიძლება უპასუხო ლევან ხაბეიშვილს, ხო? ნუ წარმოუდგენელი ხა ლევან ხაბეიშვილი რაღაც სისულელეს ითქვის და დავდგეთ და იმას უპასუხოთ სერიოზულად. კიდევ ერთხელ მეორე, ჩვენ ვემზადებით არჩევნებისთვის, გვექნება წარმოუდგენელი ჩვენი პროგრამა, კონკრეტული პროექტები, რაზეც დაველაპარაკებით მოსახლეობას, აუხსნით, ვაჩვენებთ ყველას თუ რის გაკეთებას ვაპირებთ და რა პროექტების განხორციელებას ვაპირებთ. ვარკეთილის მესამე მასივის მეოთხე კვარტალში კორპუსი ნომერ 6-ში მდებარე 4 სართულიანი ავარიული შენობა სრულად დაინგრა. მის ნაცვლად მრავალბინიანი 10 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება. ბევრი სპეკულაცია მოვისმინეთ აღნიშნულთან დაკავშირებით. ეს არის ნათელი მაგალითი თუ როგორ შეიძლება მოხდეს ავარიული საცხოვრებელი კორპუსის შენაცვლება. მე გაჩვენებთ თუ როგორი შენობა იდგა ამ კონკრეტული შენობის მაგივრად იყო ძველი გაუბედურებული შენობა ნაგებობა, რომელსაც ჰქონდა ავარიულობის სტატუსი მინიჭებული. ცხოვრობდა 36 ოჯახი, რომლებმაც გამოთქვეს სრული თანხმობა, იყო 100%-იანი თანხმობა და დაწყებულია სამშენებლო სამუშაოები. მომავალი წლისთვის იქნება აშენებული ასეთი საცხოვრებელი კორპუსი. ადამიანებს უკვე დაუბრუნდებათ გარემონტებული იგივე კვადრატულობის ბინები და ეხლა ვახორციელებთ 10 სართულიანი თანამედროვე არქიტექტურის მქონე პროექტის მშენებლობას. ამ პროექტის ფარგლებში სულ 79 საცხოვრებელი ბინა იქნება. აქედან 36 გარემონტებულ მდგომარეობაში გადაეცემათ იმ მოსახლეობას, ვინც მანამდე ცხოვრობდა ამორტიზებულ შენობაში და მშენებლობის ვადა არის 2026 წლის სექტემბრის ბოლოს. თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა განაჩენი, რომლის მიხედვითაც თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს გიორგი ბაჩიაშვილს 11 წლის თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. პროკურატურის ინფორმაციით ბაჩიაშვილმა 2015 წელს ინვესტორის თანხები ბიტკოინის მაინინგში ჩადო და კუთვნილი თანხა არ დაუბრუნა. პალატამ იმშელა და დაადგინა მსჯავრდებულ გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატების ლევან მახარაშვილისა და დავით ჯანდიერის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 10 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელი. განაჩენი დაუყოვნებლივ მიიქცევა აღსასრულებლად და შედის კანონიერ ძალაში. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით საქართველოს უზენაეს სასამართლოში. ასევე მსჯავრდებულს განემართოს, რომ მას აქვს უფლება შეწყალების, რისთვისაც შეუძლია მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს. ეკოლიდერთა სკოლის 2025 წლის კურსის დასრულება. გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ შემუშავებული პროგრამის ეკოლიდერთა სკოლა 2025 წლის სასწავლო კურსი დასრულდა. მონაწილეებმა გარემოს დაცვით საკითხებზე ცოდნა და პრაქტიკული უნარები შეიძინეს. ეს კარგი პლატფორმა გარემოს დაცვის მიმართულებით სკოლის მოსწავლეებმა გაიარეს ისეთი თემატიკა, როგორიც არის ბიომრავალფეროვნება, ნარჩენების მართვა, მდგრადი განვითარების მიზნები, ასევე ადამიანის ეკოლოგიური უფლებები და უამრავი სხვა. ყველაფერი ამასთან ერთად ის აძლევს საშუალებას მათ და მეტ მოტივაციას, რომ მათ შემდგომში სწავლა განაგრძნონ გარემოს დაცვის მიმართულებით, როგორც საბაკალავრო პროგრამებზე, ასევე სამაგისტრო პროგრამებზე. ორ წლის განმავლობაში ვქონდა შეხვედრები და ლექციები სხვადასხვა თემებზე, როგორებიც არის მდგრადი განვითარება და ბიომრავალფეროვნება. ხოლო ამჟამად ვიმყოფებით 3 დღიან გასვლით შეხვედრაზე, სადაც გვეძლება საშუალება ჩვენი თეორიული ცოდნა გადმოვიტანოთ პრაქტიკაში.